პოლიცსაბჭოს დაყრილობის ჩანიშვნა ამ კითხვის მთავარი ადრესატები თავად არიან. სწორედ ასე ეხმაურება თინა ბოკუჩავა პირველ სატელევიზიო ეთერში ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მის გარეშე პოლიტიკური საბჭოს ჩანიშვნასა და გამართვას. ის ამბობს, გუშინაც აგვიდასტურა ზეპირსიტყვიერა და დღეს უკვე კომენტარიც გააკეთა პირველებთან, სადაც ისაუბრა იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები კარგად იყვნენ ინფორმირებულები იმასთან მიმართებით, რომ ის 4 აგვისტომდე დედაქალაქში არ იმყოფებოდა. თუმცა ეს საკითხი არ მიიღეს მხედველობაში. ჯერჯერობით უცნობია თინათინ ბოკუჩავა იქნება თუ არა უშუალოდ ყრილობაზე, თუმცა იმ თარიღებით თუ ვიმსჯელებთ, რა დროსაც ის დედაქალაქში ბრუნდება, წესით თბილისში ყოფნიდან გამომდინარე ის უნდა ესწრებოდეს ყრილობას. დამატებითი კითხვები მას შემდეგ გაჩნდება, თუ კი ნაციონალური მოძრაობის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე პოლიცსაბჭოს მსგავსად არც ყრილობას დაესწრება. ერთი კვირით ოჯახთან ერთად გასული ვარ ქალაქიდან. აღნიშნული შესახებ ჯერ კიდევ 2-3 კვირის წინ ვაცნობე პარტიის გენერალურ მდივანს. შესაბამისად, გუშინდელი პოლიტიკური საბჭოს ხდომის ორგანიზატორები ინფორმირებული იყვნენ ამის შესახებ. რატომ იჩქარეს პოლიტიკური საბჭოს ხდომის ჩანიშვნა და შემდგომ ყრილობის ჩანიშვნა, ეს ამ კითხვის ადრესატები ჩემი აზრით თავადეს ადამიანები უნდა იყვნენ. უბრალოდ გუშინ ძალიან ბევრი ჟურნალისტისგან მივიღე ზარი თუ ტექსტური შეტყობინება ამ კითხვით და ბუნებრივია არ მინდოდა უყურადღებოდ დამეტოვებინა თავისუფალი მედიის ჟურნალისტების კითხვები. ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ, რომ მომეხდინა საზოგადოების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, რომ არ ვიმყოფები ქალაქში, თუმცა რომ ეს წინსწრებად მქონდა ასე დაგეგმილი და რომ ამის შესახებ ინფორმირებული იყო პარტიის გენერალური მდივანი და შესაბამისად ის ადამიანები, ვინც დააორგანიზეს გუშინდელი პოლიტიკური საბჭოს ხდომა. ჩვენი თანაპარტიელები საგანგებო დამსხდომისათვის სწორედ რეგიონებიდან ჩამოვიდნენ, ასე გუპასუხობენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. არის თუ არა ეს რაიმე მინიშნება, ესეც შემდგომში გაირკვევა და ამასაც დრო გვიჩვენებს. მანამდე კი პარტიაში კითხვაზე, რატომ ან ვერ გადაციეს თარიღი, მაგალითად პოლიცსაბჭოს ხდომის, გვეუბნებიან, რომ ვადებიდან გამომდინარე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო სწორედ ამ პერიოდში ამ ხდომის ჩანიშვნა. იმასაც ამბობენ, რომ ეს თინათინ ბოკუჩავასთვისაც კარგად ცნობილი იყო იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ეს საკითხები გახდა გარჩევისა და განხილვის საგანი, თავად მიხეილ სააკაშვილმაც გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში პოსტი, სადაც ხაზგასმული იყო, რომ სწორედ ივლისის ბოლოს გაიმართებოდა ეს ყველაფერი, როგორც პოლიცსაბჭო, ასევე ყრილობასთან დაკავშირებითაც ამ პერიოდს მოიაზრებდა, ამიტომ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ თუ რას ამბობენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. შეხვედრაში მონაწილეობას არაფერი წინ არ უდგას. ეხლა მე ვერ გეტყვით ტექნიკურ დეტალებს, მაგრამ ყრილობა იყო დასაგეგმი, ასე ვთქვათ, ჩასატარებელი ძალიან სწრაფად, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს პოლიცსაბჭო იყო აუცილებლად მოსაწვევი. მათ შორის იმ ასე ვთქვათ, ბაზის ამოწურვის შემდეგ, რომელიც ამოეწურა პარტიის მენეჯმენტს. მე არ ვარ პოლიცსაბჭოს წევრი, არც თბილისში არ ვიმყოფებოდი, გუშინვე საუბრეთ ჩემს კოლეგებს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ყრილობა იქნება და საუბარი იმაზე, რომ იყოს ჰორიზონტალური ორგანო, რომელიც მეტწილად იქნება რაღაც გარდამავალ პერიოდში დაკავებული პარტიის მენეჯმენტით, მე ვფიქრობ, ეს მისაღებია. ჩვენ რა თქმა უნდა ვისურვებთ, რომ გაუწევთ დასწრებოდა ამ ხდომას, თუმცა ვერ მოახერხავ, მაგრამ რა თქმა უნდა ეს კარგად ცნობილი იყო, რომ ივლისის ბოლოს სტარტდებოდა ეს საჯაროდ ეთერშიც არაერთხელ თქმულა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილსაც ჰქონდა სტატუსი დაწერილი, რომ ივლისის ბოლოს იქნებოდა ჩატარებული პოლიცსაბჭოს ხდომა, ამიტომ ეს გასაგები არავისთვის არ იყო, ჩვენი ძალიან ბევრი წევრი რეგიონებიდან ჩამოვიდა სპეციალურად ამ დღისთვის, ამიტომაც ამ შესახებ ინფორმირებული ნამდვილად ყველა იყო და ზოგმა მოახერხა ჩამოსვლა, ზოგმა ვერ მოახერხა. 5 აგვისტო 15 საათი. ეს არის ყრილობის ამ ეტაპზე არსებული ინფორმაცია ყრილობასთან დაკავშირებით. ადგილი ამ დროისათვის ზუსტდება. მთავარი კითხვა დღის წესრიგიდან არ იხსნება. იქნება თუ არა თინათინ ბოკუჩავა ყრილობაზე? ამ კითხვას პასუხი ერთ კვირაზე ნაკლებ დროსა და ვადაში გაეცემა და გარდა ამისა გაეცემა პასუხები იმ კითხვებსაც, თუ ვინ ჩაიბარებს პარტიას თავდაპირველად 6 თვის განმავლობაში, რომელიც განისაზღვრა ეგრეთ წოდებულ მოსამზადებელ პერიოდად და გარდამავალ პერიოდად ნაციონალურ მოძრაობაში. ამავე თემაზე ნანუკა ჟორჟოლიანმა გუშინ ჩვენსავე ეთერში საღამოს ისაუბრა, სადაც დასმულ კითხვაზე თუ რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა გუშინდელ პოლიცსაბჭოს ხდომას და უკავშირდება თუ არა ეს რაიმე აზრთა სხვადასხვაობას, მისი პოზიცია და ვარაუდი არის ასეთი, რომ სავარაუდოდ თინათინ ბოკუჩავამ ვერ მოახერხა, თორემ სხვა შემთხვევაში აუცილებლად არ გამოტოვებდა პარტიისათვის ასეთ მნიშვნელოვან ხდომას.